მოდით ერთად დავამზადოთ წითელი ბროლის ჩანთა და თან წითელი სარჩული გავუკეთოთ. გადავწყვიტე ამ ახალ წელს ახალი ტიპის ვიდეობლოგები ჩავწერო და წამოდით ჩემთან ერთად ვიყიდოთ მასალა და თან ბათუმი დავათვალიეროთ. საგალანტერიო მაღაზიებში მასალის ასარჩევად მისვლა ერთი დიდი სიამოვნებაა. ნახეთ რა ლამაზი და ბრჭყვიალა მასალებია. ყველაზე სასიამოვნო სამუშაო ის ჩანთაა, რომელიც სრულიად განსხვავებული იდეებით იქმნება. დავამატე რამდენიმე ბროლი, რომელიც ჩემი ჩანთის დამზადებისას დამაკლდა და ძველი ბათუმის ქუჩებშიც გავიარე. ბროლის თვლები კარგად გავრეცხე, შემდეგ კი გავაშრე. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ რაიმე მტვერი არ შეყვეს მასალას ქსოვისას. ჩანთის დასამზადებლად საშუალო ზომის კარკასი ავერჩიე და აი ასე მყარად დავამაგრე თვლები. კარკასზე ჩანთის დამზადების სრული ვიდეო გაკვეთილი უკვე ჩემს გვერდზეა ადვირთული და შეგიძლიათ მისი ნახვა. კარკასზე თვლები ჩემი სტილით დავამაგრე, თუმცა შემდეგ სხვა ხერხსაც გასწავლეთ. ამ ახალი წითელი ჩანთის დამზადებისას, რომელზეც ორგვარი წითელი გამოვიყენე, გადავწყვიტე სარჩულიც დავამზადო და ამისთვის ასეთი მშვენიერი წითელი სასარჩულე ქსოვილით შევიძინე. სარჩულის დამზადებისას კარკასის სქემა ფურცელზე უნდა დახატოთ, რა ზომის როგორი სარჩული ვსურთ, შემდეგ ფურცელი გამოვჭრათ, ანუ სქემა უნდა გამოვჭრათ და სწორედ ამ სქემის მიხედვით უნდა დაამზადოთ ჩანთის სარჩულიც. აი ამ ჩემი კარკასის მიხედვით დავხატავ სარჩულის სქემას და შემდეგ სარჩულის დამზადებაში დედა დამეხმარება. სარჩულის სქემის დახატვა კიდევ ერთი საინტერესო პროცესია, შემდეგ მე და ჩემი ელე გადავედით დედასთან და დედამ კონსულტაცია გაგვიწია. ამ საქმეში ელეც აქტიურად იყო ჩართული. ქსოვილი სასურველ ზომაზე გამოვჭერი, შემდეგ კი ბებოს ნაჩუქარი საკერავი მანქანაც გამოვიღე და აი ასე ლამაზი სარჩული დავამზადეთ. სარჩულის შეკერვის შემდეგ კიდევ ერთი რთული პროცესი ამ სარჩულის სწორად დამაგრებაა. ქსოვილი არ მინდოდა ვიწრო ყოფილიყო და მთლიანად გადაყროდა თვლებს, ამიტომ შედარებით უფრო თავისუფალი სარჩული დავამზადე. შემდეგ ასე ჩავუმაგრე ნემცითა და ძუით და საბოლოო შედეგიც ასეთი გამოვიდა. ჩანთა ორი ტონალობის წითელი ბროლის თვლებით დავამზადე. მგონი მშვენიერი მოდელი გამოვიდა, თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა.